გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ვიზიტებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან განლაგებული არიან შეერაღებული ქვედანაყოფები, რაც საფრთხის შემცველია. აღნიშნულ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მათი განცხადების თანახმად, გერმანია მიზანმიმართულად ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის იმიჯის შელახვას. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული მთავრობა დასავლეთის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულად განეწყო. აღსანიშნავია, რომ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. ნათელია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დასავლეთს ოკუპირებული აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა დააბრალოს, თუმცა რეალურად ოკუპირებული რეგიონის იზოლირება მხოლოდ რუსეთის ინტერესია. ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები ხელს უშლის მრავალი სასარგებლო პროექტის განხორციელებას, ხოლო განცხადებები აღრმავებს უნდობლობას დასავლეთის მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში. როგორ აფასებს ოფიციალური თბილისი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიდგომებს? აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პასუხობს. საქართველოს აქვს ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. საქართველოს არაღიარების პოლიტიკა კონკრეტული, ასე ვთქვათ, შედეგები ჩვენ ბევრი წლების განმავლობაში ბოლო პერიოდში ვიხილეთ. ამის წარმატების მთავარი ფორმულა არის ჩვენი მეგობრების და პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნების, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მე მინდა ყველა ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყანას მადლობა გადაუხადო ზოგადად იმისთვის, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მხარს გვიჭერენ და ასე ვთქვათ, გვეხმარებიან იმისთვის, რომ საქართველოს წარმატებით განაგრძოს არაღიარების პოლიტიკა მომავალში. ამ საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკიც გამოეხმაურა. არ არის ეს გერმანიის პოზიცია მხოლოდ. არ არსებობს სახელმწიფო სოფლიოში, რომელიც თავის მოქალაქეებს არ უგზავნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობას. რასაკვირველი კანონიც მოქმედებს ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს პრაგმატულად გერმანიის პოზიცია, რომ ეს მოქალაქეებს საფრთხის მქონე უკონტროლო ფაქტიურად რეგიონში არ უნდა მოგზაუროს.